ვიკა, თქვენითაც დაიწყეთ მნიშვნელობაზე ჟურნალისტიკის, ხო და სიმართლე თქვით სიტყვა და ჩვენ როცა კამპანია განაცხადი გავაკეთეთ, პირველი ფრაზა რაც ჩვენ საერთო ვიდეოში იყო, რა ხდება როცა სინათლე ქრება, სინათლესთან ერთად ქრება სიმართლე. და ეს არის მთავარი რაც ემუქრება, რატომაც საერთოდ თქვით, რომ სინათლე არის და წყვილიაში დარჩენა გვემუქრება თუ ესე გაგრძელდება ყველაფერი. მე ამ შემთხვევაში როგორც ჩვეულებრივ მოკვდა მებრძოლს ვეძახი ხოლმე საკუთარ თავს ქუჩაში მყოფ ადამიანს ყარად მჯერა რომ საერთოდ სინდისის პატიმრები რომ პროპაგანდამ ვერ გამოაცხადა ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ დამნაშავებად გამოაცხადა მე ვერ გამოაცხადა აბსოლუტურად ონლაინ მედიის დამსახურება იმიტომ რომ ჯერ კიდევ სანამ გადაღება შეიძლებოდა და არ ვიცით და მართლა რა ფიზიკურ შრომასთან და გონებრივ შრომასთან არის დაკავშირებული მთელი დღე სასამართლოში ყოფნა და ამბების მათი ისტორიების იქიდან გამოტანა ერთის მხრივ მეორე მხრივ მათი ოჯახის წევრებთან ესეთი მჭიდრო ურთიერთობა და მართალზე პირადად აი ყველას ვიცნობთ პირადად ყველას ხო ეგ შეგრძნება გვაქვს რომ ყველა პატიმარს ჩვენ დღეს ვინ გვყავს სინდისის პატიმარი პირადად ვიცნობ და მე პირადად მაქვს ხოლმე ეგეთი შეგრძნება რა 4 ოქტომბერს დაკავებულ ადამიანებს რომ არ ვიცნობ ფიზიკურად სულ მაქვს ეს რაღაცნაირი შიში და რაღაც არ ვიცი ვდარდობ და განვიცდი რომ გაუცხოვება მაქვს ამ ადამიანს, იმიტომ რომ ჯერჯერობით მათ ვერ ვხედავთ. დარწმუნებული ვარ რომ მათაც დაგვენახებენ და უფრო მეტად გავიცნობთ. და ჯერა რომ კონკრეტულად სასამართლოში ონლაინ მედიამ დაამარცხა პროპაგანდა. ამის ყარებჯერა დარწმუნებული ვარ ისტორიულად. მაგიტომ უკვე მე შეზღუდვა უკვე გადაღების. დარწმუნებული ვარ რომ ისტორია ამას ესე იტყვის, რომ პირდაპირ მნიშვნელობით ონლაინ მედიის დამსახურება იყო, თუნდაც წლები რაც ბოლოს მოუწიათ გადაკვალიფიცირება და ყველაფერი დანარჩენი. ეს როგორც ჩემთვის ამ შემთხვევაში მოქალაქის მადლობა მათ წინაშე კიდევ ერთხელ და მნიშვნელობის ხაზგასმა. რაც შეეხება სინათლე მედიას. სინათლე მედია არის დამოუკიდებელი ონლაინ მედიების ერთობა, რომლის ერთ-ერთი კამპანია და მიმართულება არის მოწოდება მათი მკითხველების ხარდასაჭერად. სინათლე არ უნდა ჩაქრეს არის კონკრეტულად crowdfunding-ის კამპანია, რომლითაც როგორც უკვე აღნიშნეთ, შესაძლებლობა აქვს ადამიანებს, რომ ფინანსურად დაეხმარონ დამოუკიდებელ ონლაინ მედიებს. თუმცა ჩვენი გრძელვადიანი გეგმები სტაბილურობისთვის და ერთობის შექმნისთვის არის ბევრად დიდი, ვიდრე კონკრეტული მიმართულება თქვათ თანხების შეგროვების. ფინანსური რესურსების მოზიდვა, რა თქმა უნდა, სხვა გზით არის შესაძლებელი, ხო? ამ ეტაპზე რეპრესიულმა კანონმდებლობამ ის, რაც აქამდე ჰქონდათ ამ მედიებს, სრულად გადაუკეტათ და ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი პარტნიორი დასავლური ქვეყნების კონკურსებზე, რომლებიც დემოკრატიის განვითარებას უჭერენ მხარს, ხო? და ამ კონკურსებში მონაწილეობდნენ ეს მედიები, ამ კონკურსებს იგებდნენ და მათ ჰქონდათ ეს დაფინანსება მათგან. და რატო საერთოდ რას ნიშნავს ხო ეს დამოუკიდებელი მედია, როცა ვამბობთ ხოლმე, რომ როცა მედია დამოუკიდებელია, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ფულისგან, პირველ რიგში, მათ შორის ბიზნესის ფულისგანაც. იმიტომ რომ ერთი ბიზნესმენის ხელში, თუნდაც ერთი ბიზნესის ხელში, შეიძლება ვეღარ იყოს ისეთი დამოუკიდებელი, როგორც იქნება უფრო მრავალფეროვანი, მრავალმხრივი გადაზღვეული წყაროებიდან მიღებული თანხების შემთხვევაში, ხო? ამას განსაზღვრავდა დამოუკიდებელი მედია და ჩვენ ახლა ვეუბნებით ადამიანებს, რომ შენი მონაწილეობა ამ ყველაფერში კიდევ უფრო მეტად გახდით მათ ერთის მხრივ თავისუფლებს და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, თავისუფალ და მართალ სიტყვა შეინარჩუნებს შენ ქვეყანაში. თუმცა სინათლე მედია კიდევ უფრო ფართო, ასე ვთქვათ, დავალებას აძლევს საკუთარ თავს, იმიტომ რომ ამ მედიებს, როგორც ნატამ აღნიშნა, ვთქვათ, ორგანიზაციული მართვის გამოწვევა მხოლოდ ზუსტად მაგიტო ქონდა, რომ მათ ვთქვათ, ბიზნეს განვითარების განყოფილებები, კომუნიკაცია, არ ვიცი, გაყიდვების მენეჯერები, ის რესურსები, რომელიც რედაქციის და ნიუსრუმის გარეთ იყო, არ ქონიათ, იმიტომ რომ არ ქონდათ ამის ფინანსური რესურსები. შესაბამისად, ისინი როგორც ორგანიზაციები და როგორც ბიზნესები ვერ იყვნენ წელში გამართულები. სინათლე მედიას აქვს პრეტენზია, რომ შექმნას პლატფორმა, რომელიც მათ გაერთიანებას სხვა სიკეთეებსაც მოუტანს, გადაუჭრის იმ გამოწვევებს, რაც ორგანიზაციულ განვითარებასთან და ბიზნეს განვითარებასთან არის დაკავშირებული ერთის მხრივ. მეორეს მხრივ, ამ ერთობას მისცემს ინსტიტუციურ სახეს. ეხლა ჩვენ უკანა ფლანზე გვაქვს ძალიან დიდი სტრატეგიული სამუშაო, პირდაპირ ვიტყვი გაჩაღებული. ამ მხარეს ყავს ადამიანები, რომლებიც სრულად ენთუზიაზმით, მოხალისეობრივად არიან ჩართულები სინათლე მედიის როგორც ორგანიზაციული სტრუქტურის ერთ-ერთ, როგორც ბრენდის შენებაში. ესენი არიან სტრატეგები, დიზაინერები, დეველოპერები, კოპირაითერები, კომუნიკაციის სპეციალისტები. საჯარო მადლობას ვუხდი მათ, იმიტომ რომ ესენი არიან რეალურად მებრძოლი ქართველები, რომლებიც თავიანთ პროფესიულ გამოცდილებას ახმარენ ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს. და საბოლოოდ უნდა მივიღოთ ერთობა, რომელიც იქნება ბევრად ძლიერი, გააძლიერებს ერთმანეთს,
ბევრად მჭიდრო ურთიერთობა ექნებათ ერთმანეთთან. ერთი რაც მინდა აღნიშნო, არის რომ ეხა არის 22 მედია ამ ერთობაში და არის ძალიან დიდი მრავალფეროვნება. ყველა არის უნიკალური. რეგიონული მედიები, გამოძიებლები, ნიშური მედიები, როგორც თქვათ, ინდიგო არის, ძალიან კონკრეტულ თემზე, აზერბაიჯანულ თემზე, სომხურ თემზე მომუშავე მედიები. მე ვეძახი ხოლმე რომ რაღაც ევროკავშირს ვაშენებთ, იმიტომ რომ ყველა ინდივიდუალი ძალიან უნიკალური არის და ეხლა ვცდილობთ რომ საერთო კანონმდებლობის ფარგლებში საერთო წესების ფარგლებში მათ ერთმანეთისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღონ.